ხალხი გადამრევს. ძალიან ხშირად მხვდება კომენტარები, აი შენ თუ ამდენს გამოიმუშავებ. რატომ გაცვია ლეოპარდის პერანგი? რატომ არის შენი მაისური დაკუჭული? თუ ამდენი ფული გაქვს, რით ვერ იყიდე ნორმალური შორტი? და ამას წერენ არა უბრალო ხალხი, არამედ ის ტიპები, ვისაც ანუ ბევრი გამომწერი წავს. ასე თუ ისე ხალხი იცნობს, იმიტომ რომ ერთი შემხვდა, ანუ რას გიგავსო ტანსაცმელი თუ რაღაც ეგეთ დაწერა, გადავედი ტიპთან და ტანსაცმლის ბრენდის მაღაზია ჰქონდა. ნუ, გასაგები ახლა ალბათ მაგისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ტანსაცმელი. ანუ იცი რა არის? რაც უფრო მეტად მხვდება ეგეთი კომენტარი, მით უფრო ნაკლებად მინდა გამოვიპრანჭო. ანუ უფრო ნაკლებად მინდა ამ ხალხს მოვეწონო. და უფრო მეტად მინდა მოვეწონო იმ ხალხს, ვისაც ჩემი აზროვნება მოსწონს და არა ჩემი ტანსაცმელი. რა მნიშვნელობა აქვს რამაც ვია? მთავარია შიშველი არ ვიყო და ეთიკის წესებს ვიცავდე, ხო ალბათ? ალბათ შიშველი შემიძლია ვიყო, მაგრამ მაგას Facebook-ი დაბლოკავს და Instagram-იც, TikTok-იც, YouTube-იც. რაც შეეხება ტანსაცმელს. ნუ თუ სტივ ჯობსმა და ბილ გეიტსმა არ გვასწავლა ჭკუა, რომ ტანსაცმელი თითქმის არაფერს არ ნიშნავს. მეტი გადაწყვეტილება სჭირდება კარგი ტანსაცმლის არჩევას და რაღაც ამაზე დროის, ენერგიის ფლანგვას, რომ ვიღაც უმაქნის ადამიანს მოეწონო ბოლოს. რა ვიცი, სტივ ჯობსი, რა ვიცი, ცხოვრების ბოლომდე იცვონდა შავ ზედას და ლურჯ ჯინსებს და თეთრ ბოტასებს თუ არ ვცდები. ბილ გეიტსის დიდად არ გამოირჩევა სტილით. მაგრამ ვინ ვისი დასაცინია, კი ვხედავთ. სტივ ჯობს და ბილ გეიტს როგორ უნდა დასცინო, როცა იმპერია შექმნეს Microsoft-ის და Apple-ის. მაგრამ, ნუ, ანუ მართლა ყველას ნაკლებად მინდა ეგეთ ხალხს მოვეწონო, ვისაც აი თავი უნდა მოაწონო შენი ტანსაცმლით. ანუ ვერაზროს ვერ გაგიგებთ, ბოდიში.